kept his composure, მოგესალმებით. მე ვარ გივი მაჭარაშვილი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ორგზის სოფლიო მედალოსანი და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი. დაახლოებით 12 წლის ასაკში დავიწყე. ასეთ 11-12 წლის მანამ ძიუდოს დავდიოდი. რაღაცა მიზეზების გამო ძიუდოდან წამოვედი თუ გამომაგდეს ეგ კიდე გასარკვევია. ხო და დავიწყე მე ჭიდაობა და პირველ წლები კი არა, პირველი 4 წელი სულ ვაგებდი. შეხვედრა არ მომიგია, მოკლედ რა ვთქვა. და ერთ დღეს რაღაცა გადამწყვეტი მომენტი იყო. ჩემმა პაპამ წამიყვანა ტურნირზე. მახსოვს კასპში იყო ეს ტურნირი და ის ტურნირი მოვიგე. და იმის შემდეგ დავიწყე და ის მედალი რო ჩამოვიკიდე ერთხელ, ისე მე სიამოვნა რომ იმის მერე სულ დავიწყე და მე მალევე იყო კადეტებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მე წავედი მსოფლიო მედალი გავაკეთე კადეტებში და მე შემდეგ წელს უკვე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი კადეტებში და ასე დავიწყე. მე უკვე ყველა ასაკში უკვე ევროპა მსოფლიოს ვიგებდი მიყოლებით რა მოკლედ რა ვთქვით. 2019-ში შემდეგ გენოს მაგივრად წავედი ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე მძიმე წონაში და იქ ფინალი ვიჭიდავე. რას ოლიმპიადებზე მეორე ადგილი ძალიან დამებედა, მე მგონი იქიდან დამებედა. მაგრამ ეს იყო და მე ჩავარდნა იყო რა. უფროსებში გადმოვედი, მოკლედ რა ვთქვათ, უკვე ისეთი კონკურენცია დამოხდა უფრო სწორედ, რომ არ ვიცი, უკვე ლიდერი იყო ერთ-ერთი ელის ბაროდიკაძე ევროპა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიადას ნაწილავები ხონდა უკვე და ძლიერი კონკურენტი იყო რა. მე ახალგაზრდულად მაინც ვცდილობდი სულ ვაწებოდი, მაგრამ აი ეს ასაკობრივი რაღაც ტექნიკის ხარჯზე რაღაც ძალიან ძლიერი იყო, ტექნიკური იყო და რაღაცას მატყუებდა ხოლმე და ესე მიგებდა რა მოკლედ რა ვთქვათ რა. დაახლოებით 1-2 საქართველოს ჩემპიონი მომიგო და მე რაღაცა ხო იცით როგორ ხდება რაღაცა პირადი პრობლემები ამას ის და ესე რომ მიდიხარ რაღაცა კარიერულად სულ მაღლა და ერთიანად დავეშვი რა მოკლედ რა ვთქვათ და ეს 3 წელი მოკლედ რა ვთქვათ ჩავარდა რა მოკლედ. მაშინ ოდიკაძე იყო რა პირველი ნომერი და მაშინ ევროპის ჩემპიონი წააგო და გადასაწყოდი ტურნირი მოხდეს 2 და ორივე ტურნირზე მაშინ კონკურენციაში გადავასწარი და მე მსოფლიოზე დამაყენეს და პირველი მსოფლიოზე მედალი გავაკეთე და იმის მერე რავი წამოვედით ყველაფერი ვქენით გასაკამდე გვიქნია რა. მე და გივი ვართ ესე რომ ვთქვათ ბავშვობის მეგობრები, მოვდივართ ჭაბუკების ნაკრებიდან ერთად. რა თქმა უნდა სამაგალითო სპორტსმენი და ერთ-ერთი ლეგენდარული სპორტსმენია უკვე საქართველოს შემიძლია ვთქვა თამამად. მისაბადი სპორტსმენია, თითოეული ახალგაზრდა მომავალი მოჭიდავისთვის და რა ვიცი რაღაც ესე რომ ვთქვათ ერთმანეთს мотиваციას ვაძლევთ იმ დროიდან და სამ გვეხმარება ეს ერთობა და ძმაკაცობა ამ ყველაფერში რა. უმაგრესი ბიჭია, უმაგრესი სპორტსმენია და ერთ-ერთი მაგალითია ყველა ჩვენთაგანისთვის. სწორედ მაგის ვერცხლის მედალი არის შემდეგი იმის мотиваცია რომ შემდეგ ოლიმპიადაზე იყოს ოქრო და რა ვიცი ვამხნევებთ ერთმანეთს, გორჩი ვდგავთ ერთმანეთს და გადავცემთ პოზიტიურ ენერგიებს და ასე რომ თამამად მაგრად და ვაჟკაცურად მივდივართ ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის. სამი სტუდენტად ახასიათება გამიჭირდება, მაგრამ ვეცდები კი ბატონო. პოზიტიური თუ ხეში სიტყვა რო ვიხმარო, ნაგლია და შეუპოვარი. პირველივე ევროპის ჩემპიონობა სიმართლე გითხრათ რაღაცნაირად მეჯერა რომ მაშინ უნდა გამختارიყავი რა ევროპის ჩემპიონი. აი ბიჭებიც მაგას მეუბნებოდნენ რომ აი რომ მივდიოდით აი მიროც და იუზაც რომ ყველაღაც რომ ეგეთი მუხტი იყო მაშინვე რომ აი ეს პირველი ევროპის ჩემპიონატი რომელსაც შენ წონაში ჭიდაობა უნდა მოიგო უჭველიო და აი მართლაც ეგრე მოხდა რა. ისე წავიდა რაღაც შეხვედრებს ვაგებდი თან და ბოლო წამზე რაღაც გადაწყდა იქ თურქთან იქ რაღაცა და რა ესე რომ თქვა ალბათ ხტები მეცნება იყო რა რომ ეს ევროპის ჩემპიონატი მომეგო და მე უნდა მიმეყოლებინა ალბათ ის მეორე ბოლო წამში გადაწყდა ფაქტიურად შეხვედრა და მოუგე და რა ალბათ ესეთი შეგრძნებები იყო პირველი ევროპის ჩემპიონობა თან პირველად ვიჭიდავე ჩემ წონაში უფროსებში ანუ სენიორებში რა და განსხვავებული შეგრძნებები იყო რა 1 2 3 4 ფეხით მაღლა დავდიოდი მოკლედ რო ვთქვათ რა
სიმართლე გითხრათ, ოლიმპიადაზე რთული ჩემთვის ეგ სოფლიო ჩემპიონატი იყო. იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ემოციებით იყო დატვირთული, რომ აქ ლიცენზიას თუ ვერ აკეთებდი, მე უკვე 50-50-ზე იყავი. ან გააკეთებდი ან არა, ხოხდები უკვე იქ ტურნირები იყო, იქ რა მოხდებოდა, იქ წონის კლება რაღაცა და რაღაც ემოციური დატვირთვა ქონდა და ამ ემოციური დატვირთვის დროს ნახევარფინალში შევხვდი ისევ ამ აზერბაიჯანს, ევროპის ჩემპიონატის ფინალისას მოვიგე და ისეთი შეხვედრა წავიდა, რომ რაღაცნაირად მე მგონი იქ თანხელზე ტრავმა მქონდა, საოპერაციო ვიყავი და ისე წავიდა ის შეხვედრა, რომ მომიგო მოკლედ რა ვთქვათ რა. და ფინალში ის გავიდა და მე უკვე ერთი შეხვედრა უნდა მქონდა საჭიდაო მესამე ადგილისთვის. ის უკვე მიწყვეტავდა ლიცენზიას. მესამეზე უნდა გავსულიყავი რა და თურქთან. და აი ის მახსოვს ის პერიოდი, ერთი დღეში, მეორე დღეს იყო შეხვედრა, რომ ძალიან რთული ღამე იყო რა, ხო, ყველა ფიქრები ერთად გაწევა, ამდენი წელი ამ მომენტისთვის შრომობ და ოლიმპიადაზე უნდა წახვიდე და რაღაცა ერთი შეხვედრა რო გიწყვეტავს იქ რაღაცა წასვლა არ წასვლა ესეთი რაღაცა იყო და ის შეხვედრა რა ვიცი ძალიან ისე გითხრა თავისუფლად მეთქი მოგატყო, მაგრამ კარგად მოვიგე მოკლედ რა ვთქვათ რა. მაქსიმალური მივეცი მაშინ ჩემ თავს დავალება, რომ ნუ რა ვიცი ქვეყნისთვის უნდა წამოგვეღო ლიცენზია რა. ყველაზე რთული პროცესი ჩემთვის არის წონის კლება რა. ჭიდაობა შეჯიბრის და მომზადება იმდენად არაფერია, ეს ძალიან რთული პროცესია მომზადების პერიოდი, იმიტომ რომ სულ შეკრებაზე ხარ მთელი წელი და დღეში სამჯერ ვარჯიშობ. ხო და იმაზე რთული ბევრად ჩემთვის წონის კლებაა რა. რამდენჯერაც რაღაცა სწორად მივიყვან თავს წონის კლებას ხვდები? ჩემთვის უკვე შეჯიბრი ძალიან მარტივი ხდება რა. არ აქვს მნიშვნელობა ვისვე ჭიდავები, კონკურენტი ვინ არის, რა დონეზეა ხო ხდები. იგივე პრობლემას ჰქონდა ოლიმპიადაზე, არ მინდა რაღაცებს დავაბრალო, მაგრამ მეორე დღის ფინალი რომ უნდა მეჭიდავა და 15 კილო დაკლებული მქონდა და მეორე დღისთვის კიდე წონა უნდა ჩამებარებინა იგივე. და იმ საღამოს რო ავიწონე, ღამის 11 საათი იყო 5 მქონდა კიდე მეტი. და 3 საათამდე საუნაში ვიყავი მთელი ღამე და მეორე დღეს რო გავიღვიძე ოლიმპიადას ხურავთო და 12 საათზე მაჭიდავეს ფინალი რა. და ვერ მოვასწარი ფიზიკურად, ხო ხდები აი გაანალიზება მეთქი რა მოხდა რა, აი წონია ის და მაგ ევროპის ჩემპიონატზე წონა ისე დავიკელი, რომ აი ხო ხდებით მაქსიმალურად აი კარგად რა მოკლედ რა ვთქვათ და ის სპორტსმენები ვისთანაც რაღაცა ასე რომ ვთქვათ კონკურენცია მქონდა ხოლმე ვერც ვიგზენი ისე გავიარე. თან მეუბნებოდნენ რომ პირველი ევროპის ჩემპიონობა მარტივიაო და მეორე არისო შედარებითო რთულიო რა. ხო და ისე მოვიგე მაშინ რომ არ გამჭირვებია და ეხლა მესამე ევროპის ჩემპიონატია და ეხლა მაგაზე მეუბნებიან ეგეთი ძალიან რთულიაო და არ ვიცი ესე მეუბნებიან სამჯეროზე დიზედ რო გახდეო უკვე არ ძალიან სირთულეს წარმოადგენსო და ნახოთ რავი აქ ვარ და მაინტერესებს და 100%-ით იქ ვიქნები რა მოკლედ რა ვთქვა. ოლიმპიური თამაშები ვაფშე სხვა ზომილება, ხა მე როგორც ამე არ წარმომედგინე ხა მაგ ხელაზე რო ეგეთი სხვაობა იქნებოდა, მაგრამ მარტო რო გითხრას მარტო მენტალური შეჯიბრია რა. მენტალურად უნდა იყო მყარად, იმიტომ რომ იქ ჩატი ხარ და 1000 რაღაცა აზრი და ის მოდის რომ მთელი ცხოვრება ამ მომენტისთვის ემზადები და იქ ხარ და უნდა შენი მაქსიმალური მდგომარეობა მისცე შენ თავს 100% რო აჩვენო რა შეგიძლია და რო ტყუილად ამდენი წელი და ამდენი რაღაცა არ გაგიკეთებია და არ გიშრომია და არ გიწვალია და რაღაცები და ეს ყველა ფიქრები ერთად რომ მოდის აი ძალიან რთულია რომ გაუმკლავდე რა და ალბათ მაგიტომაც არის რომ ვინც ერთეულები ვინც უმკლავდებიან ისინი აკეთებენ ამ მედალს ოლიმპიურს და ყველაზე რთული ეგ არის რა და სიტუაციაც ცოტა ისეთია ხო ხდებით ახლა ამდენი ოლიმპიური სოფელი ამდენი სპორტსმენი ნუ ამ ხელა ლეგენდებს რო ხედავ იქ რაღაცა ჟოკოვიჩი ისიგო ანუ კალათბურთელები იქ რაღაცა სოფელი ლეგენდები და ყველა ერთად ხართ და რაღაცა ემოციური დატვირთვა ძალიან დიდი აქვს მოკლედ რო თქვა თან იქ დარბაზში რა ვიცი, იმდენი ხალხია და რაღაც რო აი UFC-ს რო ესწრება ხალხია ეგეთი რაღაცა დასწრება იყო და ყველა მოძრაობაზე ოციები და რაღაც და ნუ მოკლედ რა ვთქვათ, რთული იყო, მაგრამ ასე თუ ისე გავუმკლავდი, მაგრამ რაღაცები დამაკლა მოკლედ რა ვთქვათ, ალბათ ის რაღაცა ჩემპიონობისთვის
რაც იყო საჭირო რაღაცები დავაკელე, ალბათ ჩემი აზრით ეგრეა, მაგრამ კარგია რომ мотивация უფრო მეტია ვიღე აქედან, ცოტა გაანალიზება გამიჭირდა იმის მიერ დიდი დრო შრომობდი ამისთვის და თან ერთი პერიოდი ქვეყნიდანაც წავედი და რაღაცები გადაფასებები მომიწიათ შემთხვევთან და ну ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ დავბრუნდე და უკვე პირველი ოფიციალური შეჯიბრი იქნება ლოს-ანჯელესისთვის და სტარტი რო ავიღოთ მოკლედ რო ვთქვათ აი როსაც უყურებ ოლიმპიადა აი ჯაჯის ვიადაური იძახის ვიდეოში რომ რაღაცა ღმერთების ბრძოლასავით არისო და მეც ეგრე უყურებ რა ის რაღაცა შეიძლება რაღაც მაქსიმალურად დონეზე მიიყვანო შენი თავი ოლიმპიადაზე მაგრამ აი შენი უნდა იყოს რა მოკლედ რო ვთქვათ ის ოლიმპიადა რომ მოიგო რა აი შენი დღე უნდა გათენდეს რაღაცა ეგეთი წარმოდგენა მაქვს მეც რა ჩვენი ძმა ნახე რა მანქანიდადის მამას გაფიცებ ჩვენი ძმა ნახე რა მანქანიდადის მოკლედ ვერ გამოვიდა იქიდან მე და გივი დაახლოებით 15 წელია ერთად მოვდივართ ბავშვობიდან. ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის ერთად მემზადებოდით ყოველთვის გვერდში ვედექით ერთმანეს. რაც თავარია ეხლა ვარჯიშობდით ისე როგორც ჭირდებოდა რა. ვეხმარებოდით გივის მაქსიმალურად. იყო ძალიან მიზანდასახული. მიზანს რო დაისახავდა სანამ არ მიაღწევდა არ ისვენებდა რა ღამებს ათენებდა ესე რო ვთქვათ რა. ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. უფრო აი კოვიდის პერიოდში უფრო რთული პერიოდი იყო რა. დიღომში ჩამოდიოდა, ცხეთაში ჩავდიოდით ისევ. დარბაზში ვიპარებოდით, აი საშინელ პირობებში რა, კოვიდის დროს. ვარჯიშობდით, ისევ დაღლილები, დაკანცულები. მოვდიოდით ისევ დიღომში და ისევ უკან ბრუნდებოდა რა. ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ მაგ დროს რა ძალიან წვალობდი. ჭიდაობით ეხა მენტალურად და იმით ან მიზანდასახული მაშინაც იყო და ეხა უფრო მეტად არის. განვითარდა რა თქმა უნდა ეხა რაც რო გადის სპორტსმენი ყოველ დღე იზრდება და ვითარდება. შედარებით რა თქმა უნდა ბევრად ძლიერია გასულ წლებთან შედარებით რა. მოდომებული ბიჭია, რაც თავარია. მიზანდასახულია. კეთილშობილია რა. რაღაც მალე მოვიდა ეს ევროპის ჩემპიონატი, რასაც უყურებ და ყოველ შემთხვევაში მინდოდა რომ დამესვენა ოლიმპიადის მერე და ეს დიდი დრო უცმად გავიდა, არ ვიცი, უცმად გაირბინა და რავი, აგერ არის უკვე მოსული ევროპის ჩემპიონატი და მზადება მიდის ნორმალურად რა, ბევრი ქვეყანაა ჩამოსული, რამოდენიმე ქვეყანაა ჩვენთან ემზადებიან კონკურენციაში მიდის მზადება. მოკლედ რო ვთქვათ, ბიჭები ფორმაში არიან და კარგი შეკრებები გავიარეთ, მოკლედ რო ვთქვათ, რა დავხოცეთ ერთმანეთს. მესამე ევროპის ჩემპიონატია ჩემი, კონკურენცია იქნება რაღაცა სწავლი, მე როსაც უყურებ, იმიტომ რომ იქ სადულაევი ჭიდაობს, იქის ჭიდაობს, იქის და მოკლედ მსოფლიო ლეგენდები და ნახოთ რა, მეც მაინტერესებს, მეუბნებიან ძალიან რთული იქნება მესამედ გაიმეორო და ნახოთ რა, მეტი საქმე მე არ მაქვს და ნახოთ რა იქნება. სიმართლე გითხრა, არა ვარ ის სპორტსმენი, რომ ვიღაცებს ისე ყოფს და მე ყოველთვის ყველა სპორტსმენთან იგივენაირად შევდივარ, სუსტად და ძლიერთანაც. ამ ცნელებს უმაგას მეშხუბებიან, რომ ესე არ უნდა იყოსო. რა და ყველა სპორტსმენთან ერთად უნდა შედიოდეო, ცოტა შედარებით სუსტი რო არისო, იმას უფრო ხდები რაღაცა ქულების დიდი სხვაობის უნდა მოუგვდა შენ. მე შევდივარ ყველა სპორტსმენთან ერთნაირად, ყველა სპორტსმენს ერთნაირად უყურებ, იგივე სტილში ვიჭიდავები. განსხვავება როგორ არ იქნება ახლა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რა ვიცი, 8გზის თუ 7გზის სოფლიო ჩემპიონი და იმდენი რაღაცა მედლები აქვს, რომ მე მგონი აღარც ახსოვს ზოგი რა. და რავი, ნახოთ რა, შევხედოთ როგორ იქნება. მე დიდი სურვილი მაქვს ბავშვობიდან, რომ შევხვდე და ქართული ხასიათით რა, არც არავის არასდროს არაფერს არ ვერ დამithმია და არც დაუთმობდა. ნახოთ რა, ალბათ ხალხის ელოდება ამას და რა ვიცი, ასე თუ ისე
კონკურენტად როგორ არა ჩემი აზრით მეც აღვიქოვ და ისეც აღმიქოვს რა თქმა უნდა და შევხედოთ რა მე ცოტა სხვანაირად უყურებ სპორტს ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია და პირველ ადგილზე მიყენია ცხოვრებაში არაფერი სხვა და ვიღაცისთვის ეს ჰობია, კარიერა, ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად აღვიქოვ ბავშვობიდან რაღაც ცხოვრების ნაწილია და ეს ყველაფერი ჩემთვის გამოწვევა ევროპა, სოფლიო თითოეული ტურნირი მე ამით სიამოვნებას ვიღებ, მოკლედ ვთქვათ, იქ დგომით ეს არის ჩემთვის აი არ ვიცი დროშა იმნი ეს არის ისეთი სიამოვნება რასაც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია და ვერაფრისგან ვერ მივიღებ სადაც არ უნდა წავიდე და რა მიმართულებების არ უნდა ავიღო ცხოვრებაში ხალიშაძე რო შევდივარ ყველაფერი უკან დავტოვო და გარეთ და საერთოდ ადამიანებსაც ვერ ხედავ ხალიშაძე რო შევდივარ სიმართლე რო გითხრათ ვერავის ვერ ხედავ გარშემო და მხოლოდ არის სულ სამნი ვართ რა მე მსაჯი და ჩემი მოწინააღმდეგე და მომენტებში მესმის ხოლმე აი პირადი მწვრთნელის ხმა ხვდები აი მიჩეული რო გაკურში ხმა რო აი რაღაც დრო და შედი დაიცავი აი მომენტები მესმის ხვდები ვერ ხედავ იმას მაგრამ მესმის ის ხმა რა მე შევდივარ საბრძოლველად შეხვედრაზე და ვცდილობ კბილებით გავწავიღო ყველა ქულა ყველა ილეთი ყველა მოძრაობა და მოკლედ რო ვთქვათ უომობრასაც ქვია რა და ამიტომ მაქსიმალურად ჩემი ტვინი უნდა იყოს იქ და სხვა რაღაცებზე არ უნდა იყოს შერთო. ეს ყოველთვის ჩემი ოცნება იყო ხოლმე და მიზანი რომ წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყავი და ყოველთვის ამას ოცნებობდი და მიზნად ვისახავდი ხოლმე ბავშვობაში რომ მინდოდა რომ ჩემ საქმეში და ჩემ სპორტში ანუ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია რომ რასაც ვაკეთებ იმაში ყოფილიყავი საუკეთესო. ნუ ასე თუ ისე რაღაც დონეზე მე მგონი სადღაც 99% რა ის 1% მაგლია რასაც მე მგონი რაღაცები ჭირდება კიდევ და მინდა რომ ისე დავამთავრო ჩემი კარიერა რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყო არა მარტო საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში. ნუ ჩემი მიზანი ყოველთვის ეს იყო. და არასდროსაც შემიხედია ეს სპორტისთვის როგორც რაღაცა მატერიალური მდგომარეობა ან რაღაცა კიდე სხვა რა. ყოველთვის სუორი ფიქრი მქონდა ხოლმე ყოფილიყავი საუკეთესო ჩემ სპორტში და მესახელებინად ჩემი ქვეყანა, ჩემი დროშა, ჩემი ჰიმნი ყველაზე დიდი мотиваცია ყოველთვის ეს იყო ხოლმე და ესეც გამზარდეს მშობლებმა სიმართლე რო გითხრა. ყოველთვის ესე იყო ხოლმე. პირველად გივი ბაჭერაშვილი გავიცანი 2013 ან 2014 წელი იყო მაგ დროს ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდი მე გივი მაგ დროს კადეტებში ჭიდაობდა და საკმაოდ ისეთი მონდომებული ახალგაზრდა იყო მიზანდასახული პატარა იყო თავის წონასთან შედარებით მაგრამ ყოველთვის ესეთი ბოლომდე რო აწვებოდა და ბოლომდე რო იხარჯებოდა ესეთი იყო შემდეგ უკვე ახალგაზრდებშიც მოუწია ჩვენთან ერთად ჭიდაობა ახალგაზრდებშიც გახდა ევროპის ჩემპიონი, სოფლიოს პრიზიორი და შემდეგ უკვე დიდებში ისე მოხდა რომ მეც უკვე დიდებში მუშაობდი, დიდების ნაკრებში, ეროვნულ ნაკრებში და ჩვენთან რაც დაიწყო უკვე დიდებში, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი სტაბილური სპორტსმენია 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ 5 თუ 6 ოფიციალური შეჯიბრი აქვს ნაჭიდაები და ამეთანხმებით ცოტა ძნელია გულითაც აქამდე უდგებოდა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გივი სოფლიო ჩემპიონიც გახდება, ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება და არაერთ გზის რა. მახსოვს ტურნირებს ვაგებდი და ერთხელ მამაჩემ დაამიჭირა ესე სახში რომ შემოვედი და მიხსნიდა რაღაცებს და მაშინ დაამახსოვრდა ის მომენტი ყველაზე ძალიან და არასდროს მithქვია ეს არის მამაჩემს თუ არის არავისთვის. წავაგე და ის რას მიხსნიდა ანუ შენო მაგალითად ევროპის ჩემპიონატზე წავაგე მაშინ ასაკობრივში და შენო თუ შენი ქვეყანა არ გიყვარსო
შენი ოჯახი არ გიყვარსო, ხტები და ამის გულისთვის არ შეგიძლიაო იმის გაკეთებაო, რაც საკეთებო 100% რო გააკეთო, შენი თავისთვის მაინც გააკეთო, ხო ხტები, შენი თავი ხო გიყვარს, რომ შენ იყო კარგათო რა. და არაძას არ მithქვია ეს მამა ჩემისთვის, რომ მადლობა ღმერთს, რომ აქედან ეს სამივე მაქვს და ამ სამივესთვის ვაკეთებ დღეს ამას რა. და ეს სამივე ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა რა და ჩემი აზრით ამის თქმაც უნდა მამაჩემს ჩემთვის რომ რა უნდა ყოფილიყო ჩემთვის мотиваცია რა. არის ესე ვთქვათ ამაგდოსავით რა ის ჩემი თავის ის დამიტოვა რა რასაც ყველაზე ძალიან გამაღიზიანებდა მაშინ ეგ იყო და მინდოდა მაშინ მეთქვა რომ ესე არ იყო და ჩემთვის პირველ რიგში ის პირველი ორი იყო ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა და ამისთვის გაკეთება ამ ყველაფრის და არც არაფერი მithქვია მაშინ უბრალოდ შუმად გავატარე. კარგი мотиваცია მომცა სხვათა შორის მახსოვს და ვამაყობ ჩემი ოჯახით, ჩემი მშობლებით და იქ ჩემი ძმა ეხა უკვე ძალის დაგვემატა და ძალიან ისე ეხა ჩემი ძალის ძალიან ჩართულია ამ ყველაფერში და მამა ჩემს ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ამ მოკლედ რო ვთქვათ ამ ყველაფერში და მიხარია რომ რაღაცა ვაფასებ იმიტომ რომ მახსოვს წლები მამა ჩემი არ მუშაობდა დაახლოებით 6-7 წელი და 6-7 წლის განმავლობაში ვარჯიში არ გაუსწენია და შეჭიბრი. არასდროს არ მახსოვს. მე რო ჩავდიოდი ხოლმე ვარჯიშზე უკვე იქ იყო. იქ ხვდებოდა რა. და ხანდახან ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ მე არ ყოფილი ვარ ვარჯიშზე რაღაც მაწუხებდა ტრავმები და თვითონ ვარჯიშზე იყო. ხვდები და აი მამა ჩემი ძალიან დიდი мотиваცია იყო ყოველთვის და სანსობს უკანი ბავშვი ვიყავი და მახსოვს ბაგირზე ასვლა მიჭირდა. და ვარჯიშს მე რჩებოდი და 8 ავსულიყავი ხელით მაწევოდა და დაახლოებით 2-3 საათი ვარჯიშზე რჩებოდით ხოლმე. ლაბლენ ხელით მაწევოდა და ნახვიდე და აი ხო ხტები და ყოველთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო და 99% რა 100% მამა ჩემს დამსახურება დღეს რამ მდგომარეობაშიც ვარ სპორტული კარიერის მხრივ ხტები და მიხარია რომ ვაფასებ რაღაცებს და კიდევ ბევრ რაღაცას დავაფასებ რა ნუ ჩემ თავზე ლაპარაკი სიმართლე გითხრა არ მიყვარს ესე პირად რაღაცებზე რა არც არასდროს არავის ველაპარაკები უბრალოდ ეს რაღაც ისეთი მომენტებია რაც მინდა რომ გულშემატკივრობაც იცოდეს და ეს ახალგაზრდობისთვისაც და მშობლებისთვისაც ძალიან დიდი мотиваცია უნდა იყოს ჩემთვის რომ როგორ უნდა მივიდგეს მშობელი შვილს რაღაცა კარიერულად რომ განვითარდეს და მე მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის და მადლიერი ვარ ღმერთის რომ ესეთი ოჯახი ყავს და ესეთი ოჯახში დავიბადე მოკლედ რო ვთქვათ რა ავცო კენჭაძე იყო ხომ ყოველთვის კიდე სიმართლე ვიკითხე ჩვენ ერთი ანუ თითქმის ერთი სამეგობრო ვართ საზმაკაცო ბავშვობიდან ჩვენ ერთმანეთს გავიზარდით 2011 წელს და დღეს სოფლიო ჩემპიონია ხო ხდები თან ახალი და ის ყოველთვის იყო ხოლმე ჩემი мотиваცია იმიტომ რომ ყოველთვის შემზე მეც ვარჯიშობდა ხოლმე ბავშვობაში რა უყურებდი და ნერვები ეშლებოდა ჩემი აი რომ ჩემი ოჯახის წევრია და თეთრი შურით შორდა ხოლმე ყოველთვის სიმართლე ვიკითხა რა რაღაცა არარეალურად ვარჯიშობდა ხოლმე რა ვარჯიშის შემდეგ და სუცდილობდი რომ იმისავით მევარჯიშა და ისეთი მოძრაობები ქონდა ისეთ სულ ჩემთვის мотиваცია იყო ხოლმე ავთო რომ იმისნაირად გამეკეთებინა რაღაცეები და ასე შემდეგ და დღემდეც ეგრეა რა ვცდილობ ხან მე რაღაცებს უსწორებ ხან ის რაღაცებს ვცდილობ რომ ერთმანეთს ну ესე ვარ ზოგადად ბიჭები აქ სამეგობრო მაქსიმალურად ვცდილობ რომ ერთმანეთი წავწიოთ და განვითარებაში მივეხმაროთ ერთმანეთს და ну რავი ყველაზე დიდი мотиваცია და კუმირი ყოველთვის ლევან თედიაშვილი იყო ხოლმე და ლევან თედიაშვილმა შემიყვანა ფაქტიურად ჭიდაობაში რა ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო და როგორი ამ ხელა სპორტსმენი რო ხვდები რაღაცა სტარს მოგცემს და ყოველთვის ხომ ჩემთვის რაღაცა мотиваცია მარტო სპორტულად არა ადამიანურადაც რა აი ისეთი ადამიანი იყო რომ სიამოვნებდა ხმას რო ამოიღებდა და აი ყოველ ორ წამში ერთხელ რაღაცა ისეთ ხუმრობას იტყოდა რომ გაგახარებდა გაგაბედნიერებდა ისეთი ადამიანი იყო და მიხარია რომ რაღაცა ვცდილობ მინაკვალებს გავუყვე და მევრი მაკლია იქამდე მაგრამ ვიცი მინდა რომ ისე არ დავამთავრო სპორტი რომ რაღაც არ გავაიგივო მაინც ნახევრად მაინც რა გულშემატკივარი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ესე ვიყავი ყოველთვის
ამიტომაც სიმართლე გითხრა, ჩემი ყოველთვის ვიძახდი ეს ბოლო ციკლის განმავლობაში, ბოლო 3 წელი რომ მეთქი ოლიმპიადამ ჩაიაროს და უნდა დავისვენოთ ხო უიჭველი 1 წელი მაინც უნდა მოვწყდეთ ხო სპორტს, რომ ამდენი ტრავმები ყველგან საოპერაციო ვარ თითქმის რა და მეთქი ოპერაციებს გავიკეთებ, დავისვენებ და 1 წელი ევროპა სოფლის გავატარებ და მე დავიწყებ მეთქი ახლიანა და იმდენად ვარ გულშემატკივარზე დამოკიდებული ჩემ რაღაც ხვდებით და უკვე იმ ფიქრებში წავედი ოლიმპიადის მერე რომ 1 წელი რო გავაცდინო მერე ხვდები უკან დაბრუნება არ გამიჭირდეს ამ ოპერაციების რაღაცების მერე და არ გავიკეთე ეს ოპერაციები მოკლედ რო ვთქვა და გავაგზელე ისე ტემპში ვარჯიში არც დამისვენია წავედი ეგრევე ოლიმპიადის შემდეგ ბუნდესლიგა კლუბში წავედი ავსტრიაში 3 თვე იქ ჭიდაობდი ყოველ კვირას და არ მივეცი თავს იმის საშუალება რომ რაღაცა მოკლედ რო ვთქვა კომფორტის ზონაში შევსულიყავი იმიტომ რომ ეს კომფორტის ზონა არ ვიცი სპორტსმენს ჭამს ყველა ადამიანს ჭამს ჩემი აზრით მოკლედ რო ვთქვა და ყველას უნდა კომფორტის ზონა მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ახლოს არ მივეკარო და რაღაცა ის შეგრძნებები არ დავიჭირო რასაც კომფორტის ზონა ქვია და ამიტომაც დავრჩი ისევ აქ ვარ ისევ შრომაში ისევ ბიჭებთან ერთად და როგორც ისინი შრომობენ იგივეს ვაკეთებ მეც და ვცდილობ უფრო მოუმატო რადგან სპორტი ისეთია რომ განვითარება სულ მიდის სულ ხდება და თან კონკურენციაც ისეთი მაქვს ჩემ წონაში 3 ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობს და ეგეთი კონკურენცია არც ერთ წონაში არ არის და ყოველთვის ესე იყო ეს წონით კატეგორია და აქ რო რაღაცები წერტილები დასვა მოკლედ რო ვთქვათ და ალბათ ამას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება ძალიან დიდი ხასიათი და მოკლედ რო ვთქვათ თლათ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელის არ უნდა იყო რა პირველ რიგში იყო ძალიან ნიჭიერი და დღესაც ერთ-ერთი უნიჭიერესი სპორტსმენია ძალიან პირველი რაც აქვს ძალიან დიდი წყურვილი აქვს გამარჯვების რაც ყველაზე მთავარია ალბათ სპორტში მონდომება ხასიათი ყველაფერი აქვს რა თქმა უნდა თავისი პლუსებით მინუსებით მაგრამ ერთადერთია რომ ამ ოლიმპიადაზე ცოტა გული დამწყვა მეტი შეეძლო მაგრამ მედია გამოასწორებს შემდეგ ოლიმპიადაზე ძალიან ძნელია ხა ნაკრების თველი ვალდებული ვარ ნაკრებს თლიანად მეტი ყურადღებას ითხოვს მიუხედავად ამისა გირისთან უფრო მეტად როგორ ვთქვა რო არ ყურადღება ნაკლები არ გამომივიდეს ბევრად მე ვფიქრობ მის შეცდომებზე დადებით ხარებზე უარყოფით ხარებზე და ვცდილობ რომ არ გოგვეპაროს ის მომენტები რომელიც ჭიდაობაში ხელს შეგვიშლის ნუ რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ წარმატებული სპორტსმენია დიდი შედეგები აქვს ეს არ ნიშნავს რომ ამით დამთავრდა პირიქით ყოველ დღე და ყოველ თვიურად ყოველ წლად უფრო გაუმჯობესება და უფრო შეცდომების დახვეწა და კლასის ამაღლება მაინც საჭიროა ამიტომ ეს მომენტები ყოველთვის ნებისმიერი შეჯიბრის მერე ნებისმიერი ღონისძიების მერე აუცილებელია კიდევ ანალიზი კიდევ დახვეწა და კიდევ მეტი უკეთესობისკენ წინსვლა ზუსტად ეს არის ცდელის მუშაობა რომ იმ სიძინელებთან დაკავშირებით მეტი უნდა იმუშაო და არ გამოგეპაროს რამე წარმატებულ სპორტსმენებში და ჩემი მაქსიმალური ფიქრები იქნება რომ 28 ოლიმპიადა წამოვიღოთ საქართველოში და თან ალბათ ამით მინდა რომ ტრანსპორტის დაუმთავრება